მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესი სპორტსმენები. ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არეაში და ჩვენი პირველი სტუმარია ლევან კვარაცხელია. გამომაჯოს ლევან, როგორ ხარ? ამ დარგის ექსპერტი. მე არ ვიცი როგორ დავეხმარებ, მაგრამ კი, შენ როდესაც ვეცდები. კი ბატონო, შენ როდესაც პოდკასტში ხარ ხოლმე, შენგან უფრო ხუმრობებს ელოდებიან, მაგრამ ვეცდები რომ დავიჭირო შენ სპორტულ კარიერაში, სპორტულ გამოცდილებაში. ხო, სპორტული განხრით შენი გამოცდილება, რომ რაღაცები მაინც დაიჭირონ მაყურებლებმა, რომ ტანზე არაფერი მეტყობა სპორტულის, მაგრამ ადრე შენი სპორტულის კარიერის შესახებ ისტორიის შესახებ. კარიერა არ ქონია ესეთი, მაგრამ დავდიოდი ბავშვობაში ერთ სპორტს დავდიოდი, მარტო ეს არ ითვლება რაღაცაზე რომ შეხვალ და არ გამოგდის, გამოხვალ, კიდე შეხვალ რაღაცა ბოქსზე რო შეხვალ, თავის რო გაგინგრევენ, გამოხვალ ეგეთები. პირველი ვეზაზე რო გამოდი. მაგრამ არ ყოფილა, მაგრამ მაინც რაღაც შენი რო არ არის რა და უფრო ფეხბურთიც მომწონდა ბავშვობაში. მაგრამ რატომღაც კალათბურთი უფრო მომეწონა და უბრალოდ შევედი 2 წელი სადღაც 13-დან 16 წლამდე ასაკში აეგრე ვიყავი რა. თამაშობდი ხოლმე და თან იყო რაიონში ბორჯომის გუნდი იყო, იქ თამაშობდი რა და რა ვიცი. სხვა ესე ეხა შენი ეს გადაცემის არსი რა არის რომ ეხლა ვინც ვარჯიშობს ის დავაყენოთ სწორგზაზე ხო? სიგარეტი არ მოწიოთ. არ დალიოთ. 2004 წლის წინ დავანებე სიგარეტს თავი. ძალიან კაია. როგორ შეეშ? გახდა 4 წელი მომინდა. როგორ შეეშ? უცებ. პროსტა მოიშორე. მალდე ცდილობდი ხო და ერთი ნახვით შეყვარების პონტი აღონ პირიქით. ერთი ნახვით გადაყვარები. შეზიზღება, შემზიზღდა მერე და სხვათა შორის რაც სიგარეტს დავანებე ძალიან ბევრი სირბილი შემილია რა დიდხანს. შეიძლება სწრაფად ძალიან შეიძლება არა, მაგრამ დიდხანს შემილია. გამძლეობა მოიმატა რა. ხო, მოიმატა. აი მეორე რო გაიხსნება, მე შემილია დილამდე ვითამაშო რა. კალათბურთზე რო დადიოდი, მაგ პერიოდში რაიმე სახალისო ისტორია ხო არ გახსენდება? რაც გასახდა შემოხდა რა. მაგრამ ნახე ყველაზე მეტად რომელი მომენტი გახსოვს? პირობები იყო ჩვენ დროს რა, ხან რაღაცა ყველასთვის ცუდი პირობები იყო. პოლი ამოვარდნილი და რა ვიცი ასფალტის სტადიონი და ბევრი ისეთი მე ერთი დარბაზი გაკეთდა, მაგრამ თლად დიდი არ იყო. სკოლის დარბაზებშიც ვარჯიშობდით ხოლმე და მე რო გაკეთდა და კიდე ძალიან გადაობა ის იყო რომ ეხა იქ ვარჯიშები და რაღაცა დარბაზში კი, მაგრამ უბანში გქონდა ფარი მე დავკიდე რა და იყო ოღონდ ეს ფარი დაღმართზე. და მაღლებს რო ეთამაშებოდი ხოლმე, იქიდან უტევდი რა ზევიდან ქვევით. ეგრე რაღაცას ჩემზე დიდებს რო ეთამაშებოდი ხოლმე, დაღმართი იყო და ეს ბურთი თუ გაგივარდებოდა, გორდებოდა სადღაც სხვა ქუჩაზე რა დაბლა და აი ძალიან ის იყო. მთავარია მაგრამ მაინც ყოველდღე სულ თამაშობდით ხოლმე რა და ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი იყო ბავშვობაში ჩემთვის კალათბურთის თამაში რა, ძალიან მიყვარდა. აი ვარჯიშზე რომ მიდიოდი ხოლმე, რა мотиваციით მიდიოდი ხოლმე ვარჯიშზე? უფრო მაინც ბავშვი რო ხარ, აი თამაში და რაღაცა თამაში უფრო გინდა რა იქ იმდენად არ აქცევამ ტაქტიკურ რაღაცებს ყურადღებას ალბათ და მანდ ალბათ ინდივიდუალურად მწვრთნელი უნდა მოგიდგეს ისე რომ რაღაცები გასწავლოს. კი იყო ვარჯიშს რაღაცები და ყველაზე მეტად რადგან სიმაღლე არ მიწყობდა ხელს დიდად
ორჩებოდი ხომ ვარჯიშის მერე თუ იყო მაგის საშუალება და სამქულიანებს ვისროდი რა. აჰა, ძალიან კაი. რა, ასე დამემუღამებინა და დღემდე შემომრჩა რა, ცოტა ნორმალურად ვისვრი, ასე ვთქვათ, კი, სამქულიანებს. ბენისთან შენი ვიდეო რომ ნახე, სამიანებს კარგად ესვი. ხო, ნორმალურად. რა, კიდე გახსენება მინდა ხელის მიჩვევა და რაღაცეები რა.